იმედია ჩანვარ საღამო მშვიდობისა, ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები ჩემს ძვირფას მეგობრებს, ყველა ძალიან მიყვარხართ და ყველა ძალიან გაფასებთ. ძალიან ბევრი კითხვა შემოდის თუ რას წარმოადგენს ახლა ქართველთა დიდი გაერთიანება და რა მიზნები აქვს და რას ვაპირებთ სექტემბრიდან. ძალიან საინტერესო ალბათ, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ისეთი გაერთიანება, რომელიც აბსოლუტურად არ არეგისტრირებული და არავის მიერ არ არის მართული, არის ზუსტად იმ ფესვებზე, საიდანაც დაეახო ჩვენი ქვეყანა იმ ფესვებს გულისხმობ მე, ზვიად გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას და კარგად რომ ავხსნათ, მოდით ვთქვათ, თუ რა გვინდა ჩვენ ამ ქართველთა გაერთიანებას, დიდ გაერთიანებას. კითხვები არის ძალიან სერიოზული, რომ აი როგორ მიდიხართ, რას აპირებთ და რა თქმა უნდა ახლა ამაზე ყველა საინტერესებს, ხო? პირველ რიგში მოდით დავიწყოთ აქედან. ხალხს სიმართლე უთხრა და ვთქვათ, რა ორგანიზაციაა ეს და რა გვინდა ჩვენ. ჩვენთან ერთიანდებიან როგორც კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ერთიანდებიან ის ხალხი, ვინც არ იყო, ვთქვათ, ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების ფლაგმანში არ იჯდნენ იქ, არ იყვნენ ამ თასში, მაგრამ არც სახელმწიფო გადატრიალებაში არ მიუღიათ მონაწილეობა. აქ გამორიცხულია აი ამ გაერთიანებაში, მე ბევრჯერ ვithქვამს, ვინაიდან ჩემი იდეით დაიწყო ეს გაერთიანება, რომ შემთხვევითაც კი რომ მოხდეს ვინმე, ვინც კონსტიტუციური სახელმწიფოს დამხობაში იღებდა მონაწილეობას და სახელმწიფო გადატრიალებაში. ასეთი ხალხი აქ ვერ მოხდება. ჩვეულებრივი ხალხი იდეოლოგიურად რომ ეშლებოდა, თქვა და შეიძლება მაშინ მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ აი ახლა სწორ პოზიციებზე დგას და მიხვდა რომ ამან დაანგრია ქვეყანა, ასეთი ხალხისთვის ყოველთვის გზა ხსნილია და ნებისმიერი საქართველოს ქართველი მოქალაქისთვის გზა ხსნილია აი ამ გაერთიანებაში, ვისაც ქართველი სისხლში არ აქვს ხელი გასვლილი. მე მგონი მარტივად ვთქვი, ქართველი სისხლში ვისაც არ აქვს ხელი გასვლილი, ყველას აქვს უფლება აი ამ გაერთიანებაში გაერთიანდეს, არავის დიდი თანხმობები არ ჭირდება და მან უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ქვეყნის მშენებლობაში. აქ არავინ არა ვართ უფროსები, რა თქმა უნდა ყველაფერს მართვა სჭირდება და აქ არიან ჭკვიანი ხალხი, მაგრამ არ არის ისეთი სისტემა დაყენებული ჯერჯერობით აი აქ ამ გაერთიანებაში, რომ თქვათ ვიღაცა იყოს თავმჯდომარე, ვიღაცა მუხელმძღვანელი, რაღაცა ესეთი არა ისეთი მისაღები ფორმები, რომელიც ჩვენ ყველას ერთად არ მოგწონს. ეს არ იქნება აქ ნამდვილად. ჩვენ ყველა ღირსეულმა ქართველმა ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ამიტომ ახლა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სათათბირო ძალიან მალე გავზარდოთ რაოდენობრივად, ოღონდ ხარისხობრივადაც, რა თქმა უნდა, მე რამოდენიმე კანდიდატურა დავასახელე, სხვამაც დაასახელა, კიდევ ბევრი დაასახელებს, ვინ უნდა იყოს სათათბიროში, თუ გინდათ 70 კაციც გავხდეთ იმ სათათბიროში, ხო? ეს უფრო უკეთესიც იქნება ჩემი აზრით. ოღონდ უნდა იყოს ღირსეული ადამიანები. მე დღეს კიდევ ველაპარაკე რამოდენიმე ადამიანს, სხვათა შორის საზოგადო მოღვაწეა ბატონი ერეკლე საღლიანსაც ველაპარაკე მე დღეს. მინდა რომ ეს კარგი კაცი, კარგი ქართველი კაცი ესე ჩვენთან ერთად იყოს და თავისი ომახიანი სიტყვა ისმოდეს. მე რას ამოვთო?
ბატონო დავით უკანასკნელი ჯარისკაცი ვიქნებიო და არა გვინდა რომ საპატიო წევრად მიგიღოთ მეთქი და არა უკანასკნელი ჯარისკაცი ვიქნებიო. აი ასეთი გაერთიანება გვინდა ჩვენ, ასეთი ჯგრიანი გაერთიანება გვინდა და არა ვიღაცისგან რაღაცა ისეთი გაერთიანება შევქნათ რომ ისევ ქართველი ხალხი მოატყოს, ღმერთმა დაგვიფაროს ხალხო. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჯგრიანი ქართული გაერთიანება, რომელიც საქართველოს გადაარჩეს. ჩვენ გვაქრობენ, თქვენ ყველა ხედავთ. თურქულ ამბებზე მე ვისაუბრე წინა პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეს არის ძალიან დიდი პროვოკაცია, რომელსაც საერთოდ ან ვერ მიხვდა ეს დავრობა, ან არ მიხვდა და არ ვიცი რა განზრახვა აქვს. თორემ ყაველაშვილი იქ არ წავიდოდა დიდგორობას და იქ არ დაუჩოქებდა ათათურქს და ამაზე თანხმობაზე თავს არ დაუქნევდა რომ თურქი მესხები, ეგრეთ წოდებული თურქი მესხები უნდა შემოასახლონ საქართველოში. მე კონკრეტულად კიდევ ერთხელ უსვამ ხელისუფლებას პირდაპირ აი ამ კითხვას, კონკრეტულ კითხვას ვამ. 1944 წელს 93,000 კაცი გასახლდა იქიდან. 93,000 კაცი. ამ 93,000 ადამიანიდან დღეს შეიძლება ცოცხალი იყოს 20 კაცი ან 15 კაცი, იმიტომ რომ გავიდა თუნდაც 100 კაცი. მაგრამ მე 10-15 ვთვლი იმ კაცს, იმ ხალხს, იმ რაოდენობას, ვისაც შეიძლება საქართველოს ახსოვდეს, ხო? საქართველოს რო გახსოვდეს 80 წელი რო გადასახლებაში იყო, თუნდაც მაშინ 15 წლის იყავი, შეიძლება იმ 15 წლისას ბუნდონად გახსოვდეს, მაგრამ 10 წლისას არ გემახსოვრება. 15-20 წლისას, ხო დღეს ისინი უნდა იყვნენ 100 წლისები. ასეთი ხალხი იქ მხოლოდ არის დარჩენილი 10-20 კაცი. კი ბატონო, მოდით თუ მათ მართლა ენატრებათ ამ ფეიკებს რო არსებობს თურქეთი და რა ქვია ექსკურსია ვიდეოებს რომ თითქოს აი მესხებს ენატრებათ საქართველოს. ვინ არიან ის ხალხი, აბა გვაჩვენონ ერთი. გვაჩვენონ აბა. და თუ არიან კიდევ, ხო ეს ხო ფაქტია, ხო ეხლა 100 წელი გავიდა კინაღა. მოდით ის 20 კაცი თუ არ ჩამოასახლო და ამით დავამთავროთ ეს კონფლიქტი. მაგრამ არა, ამათ უნდათ პროვოკაცია, ამათ უნდათ ასობით ათასი ადამიანის ჩასახლება მესხეთში. ბათუმში უკვე ყავთ დაახლოებით 40,000 თურქი უკვე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ და ძალიან სერიოზულად ემზადებიან საერთოდ ქართველობამ რო იცოდეს საქართველოს წინააღმდეგ. ხლა არავინ არ ჩამითვალოს იმაში რომ აი რაღაცას აბუქებდა ის, მაგრამ მაშინ უარი უნდა სვან აი ამ თურქი ეგრეთ წოდებული თურქი მესხების ჩამოსახლებაზე და ქართველობაზე, მონატრებაზე სამშობლოში, არავითარი მონატრება აქ არ არსებობს. ის ხალხი ცოცხალი აღარ არის და არავის არ ენატრება საქართველოს. როგორ შეიძლება ეხლა დღეს დაბადებულ ბავშვს სოხუმი ენატრებოდეს? ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ სოხუმი ენატრება ეხლა დღევანდელ დაბადებულ ბავშვს? რა თქმა უნდა არა. მე ძალიან დიდი გულისკივილით მინდა აღნიშნო ასევე ის რომ როდესაც ჩვენ სისტემურად ვსჯელოთ რომ რეჟიმი რომელმაც გაანადგურა საქართველოს და უკანასკნელ დონემდე მიიყვანა და განადგურების გზაზეა, ხო? ჩვენ ხედავთ რომ აი 73 წლის მანძილზე ქვეყანაში აღარც განათლება აღარ არის, აღარც ეროვნული წარმოება, აღარც მრეწველობა, აღარ ჯანდაცვა, საერთოდ აღარაფერი აღარ არის, გესმით? ყველაფერი მიწასთან გასწორებულია. მაგრამ ხელისუფლებები არსებობენ, არიან და გამოვლენ ყოველ ორშაბათს და იტყვიან რომ ჩვენ ევროპის ყველა სახელმწიფოს გავუსწარით, ამა და ამ მაჩვენებლებით პირველ ადგილზე ვართ, მესამე ადგილზე ვართ ამა და ამ დარგში, მეორეზე ვართ, მეოთხეზე ვართ,
არა მსოფლიოში ყველას გაუხსარეთ და ასე შემდეგ. ეს არის მეგობრებო, კიდევ ერთხელ აი ზუსტად ის ოპიუმი, რომლითაც ხალხი უნდა დააბოლონ. ეს არის ის ჩვენი კატასტროფული მდგომარეობა დღევანდელი, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით ქართველიერი დღეს საქართველოში შეიძლება 1,300,000 რა იყოს, მეტი აღარ არის. განადგურების პირასა ვართ და რამდენია უცხოელი ახლა თქვენ განსაზღვრეთ, მე მეშინია ამის განსაზღვრა. ძალიან ცუდი მდგომარეობა, ფაქტიურად უკვე უმცირესობაში ვართ. ამიტომ შეიქმნა ქართველთა დიდი გაერთიანება მამული ენა სარწმუნოებისთვის, რომელმაც მართლაც როგორ გითხრათ, შეიძლება იყოს მომენტები, რომ თავზე ხელი აიღოს და მთლიან ისე იმოქმედოს, რომ სამშობლოს დასაცავად ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, ჩვენი ბრძოლა იქნება ყოველთვის სამართლიანი კონსტიტუციის ჩარჩოებში და ჩვენ არ მივცემთ ამ რეჟიმს იმის საფუძველს, რომ აი ეს მოძრაობა დამარცხდეს. აი ეს მოძრაობა არც პარტია, არც რაღაცა ეს არის ისეთი მოძრაობა, რომელსაც ვერავინ იდეა, რომელსაც ვერავინ ვერ დაამარცხებს. მე დამამარცხებენ? ბატონდემური, მე მომკლავენ, ბატონდემური იქნება. ბატონდემური არ იქნება სიტყვაზე გიგლაგობეჩია იქნება, ერმილენ ნემსაძე იქნება, გია ბახტაძე იქნება, რამდენს დაგკოცავენ, ხო? იმდენი 10 თავი წამოყოფს თავს ეროვნული. ვერაფერს ვერ გვიზავენ, ჩემო კარგო ხალხო. პირდაპირ გეტყვით ყველაფერი მაქვს წინასწარ ნანახი, როგორ უნდა მივიდეთ გამარჯვებამდე. ეს არის უფლის გზა, ნამდვილად მივიღეთ ჩვენ დიდ გამარჯვებამდე. ამას უფალი იფარავს, აი ამ მოძრაობას რომ იცოდეთ. და ჩვენ 31 აგვისტოს შესანიშნავ ოფისს გავხსნით ყველას და გასაოცრად რუსთაველის გამზირზე 18 ნომერში 3 საათს. და ღვთისმშობლობას 21 სექტემბერს მთელი ქართველებს დაუძახებთ თბილისში რესპუბლიკის მოედანზე. ან ჩვენ ქართველობა, ან საბოლოოდ უნდა დავმარცხდეთ. ან უნდა გაიღვიძოს ქართველმა ერმა და ყველა უნდა დავდგეთ იქ ერთად, ან უნდა დავმარცხდეთ. სხვა გზა აღარ გვექნება. ერთადერთი გამოსავალი ეს არის, ეს იქნება ტესტი ჩვენ გვიძავს თუ არა და ჩვენ იქ უნდა წავაყენოთ ისეთი მნიშვნელოვანი მოთხოვნები, რომელიც თუ არ იქნება შესრულებული, ნამდვილად არ დავიშლებთ. და ეს მოთხოვნები მე ბერჯელ გამიჟღერებია და ამას ყველაფერს ჩვენ ჩამოვქნით და ყველაფერს წინა დღეს წარგიდგენთ, აქციის წინა დღეს, ანუ მანამდე ჩვენ ამ აქცია ძალიან სერიოზულად მოვამზადებთ. დაახლოებით 3-4 დღე ღია გამოცხადებები იქნება ქალაქში, გამაძლიერებლებით, რომ ყველა ქართველი, ყველა ღირსეული ქართველი უნდა დავდგეთ კვირადღე არის რესპუბლიკის მოედანზე 15 საათს. არ ვიცი, მე მგონი ახლა არ არის ძალიან რთული პირობა, რომ ნებისმიერმა ქართველმა მოიწადინოს და 1 საათით გამოვიდეს. კპირდებით თუ დიდი რაოდენობა იქნება, იმდენად დიდი იქნება, შედეგი თქვენ ვერ წარმოიდგენთ. იმ დღესვე ყველა წარგენილი იქნება საქართველოს აი ამ უკანონო დამნაშავე რეჟიმის წინააღმდეგ ის მოთხოვნები, რომელიც ქართველი ერის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. და ეს იქნება ყოველ თქვენი თითოეული ოჯახისთვის უდიდესი წარმატების მოტანი. თუ ერთად აი ამასთვის არ ვიბრძოლებთ, ჩვენ არაფერი არ გამოგვივა. თუ გავატარებთ და ვიტყვით, რომ მოდი რა ჭაბუკაშვილი გავიდეს, გიორგ ხელიძე ისა ესა და მე სახლიდან უყურებ ამას, აი ამას ქართული ოცნება შეხედავს ისე, როგორც დამარცხებულ ჯგუფს და საერთოდ არ გაითვალისწინებს არაფერს.
ეს იცოდეთ კარგად. ან უნდა ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის, დავირაზმოთ ერთად, ან არა და უნდა მოეზადოთ მარცხისთვის. მე მარცხისთვის არასოდეს არ მოეზადები და ვერასოდეს ვერ შევეგუები, მაგას სიკვდილი მირჩევნია, ვიდრე ამადგან საერთოდ ამადგან რა ვიცი მე ყველაფერზე თანახმა ვარ, ყველაფერზე წავალ. რანაირი ციხეც გინდა, იმნაირი გამომიწერო, მაგრამ მირჩევნია პირზე სისხლი შევისხა აი ამ რეჟიმისა, ვიდრე აი ამადგან მოწყალება მივიღო. არა, ბრძოლა უნდა იყოს უშეღავათო პირდაპირი და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. ან სიკვდილი, ან გამარჯვება. ან ქართველმა ერმა უნდა გაიმარჯვოს, ან უნდა გავანებოთ ყველაფერს თავი და ვიждეთ სახლებში და Facebook-ში ვწეროთ კომენტარები. ორი გზა არის. ერთი არის გამოსვლის ღვთისმშობლობას 21 სექტემბერს მთელი ქართველობა უნდა დავდგეთ ერთად, ან გამარჯვება, ან სიკვდილი. აი ეს არის მოცემულობა. გინდათ გამარჯვება, გამოდით. თუ ვინმე გიღალატოთ, მაშინ მოვკვდეთ ჩვენ. პირველი დარტყმას მე მივიღებ. სახალხოდ ვამბობ. მზათა ვარ ყველაფრისთვის. უნდა გამოხვიდეთ ყველანი, უნდა დავდგეთ ერთად და გადავარჩინოთ სამშობლო. გინდათ გამარჯვება, გამოდით ხალხო. მე ამას თავაზობთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნებისმიერ უბანში ვიაროთ, გამოუცხადოთ, მერე რომ ხალხმა არ თქვას, რომ არ ვიცოდით, ყველას გავაგებინებთ, ლაივებით არც პირდაპირ ეთერებით ესე გავაგებინებთ კიდევ, დანარჩენი არ ვიცი, ახლა რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს, ჩვენ მეტი არა გვაქვს საშუალებები, ჩვენ არც იმედი გაგვაშუქებს და არც TV პირველი და არც ეს თაღლითები, არც ერთ თაღლითი ტელევიზია ჩვენ არ გაგვაშუქებს. ამიტომ აი ამ საშუალებებით გესაუბრებით. კიდევ გვეუბნეთ, აი ესენი არიან თაღლითები და ამ თაღლითების მდგომარეობიდან თუ გინდათ გამოკვიდეთ, ეს არის. ჩვენ, როდესაც აი ამ ყველაფერს მივახცევთ და გამარჯვებაზე წავალთ, ყველაფერი გადაეცემა ხალხს საკუთრებაში, ეს იცოდეთ. ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს და ხალხი უნდა ამოიყვანოთ ამ გაჭირვების ჭაობიდან. ერთბაშად ქართველი ხალხი და საშუალო ფენა უნდა გავხადოთ ისევ ძალიან ძლიერი. ეს არის ჩვენი მიდგომა, ეს არის ჩვენი შეხედულებები და ბრძოლის თავარი მიზანი. იმედია თქვენ კარგად ჩახვდებით, ეხლა მე რაზე ვსაუბრობ, ყველაფერზე ეხლა დაწვრილებით არღის საუბარი და არ შეიძლება, მაგრამ პირდაპირ ვეუბნები ამ ხელისუფლებამ, რომელმაც აქამდე მიიყვანა სახელმწიფო საქართველო, რომ განადგურების პირას არის, გაანადგურა ეკონომიკა, გაანადგურა სოფლის მეურნეობა, გაანადგურა განათლება, გაანადგურა ყველაფერი და გაანადგურა ქართველი ხალხი და გაქცეულია 60% ქვეყნიდან, არანაირი მორალური და სამართლებრივი უფლება აღარ აქვს მართოს ეს სახელმწიფო, არანაირი არჩევნები არ იქნება აქ. ჩვენ გამოვართ აქტიური ბოიკოტით, სირცხვილი იმ ქართველს, ვინც აი ამ რეჟიმს კიდევ გაუგრძელებს არსებობას და ამ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ამაზე მე თავს დამესხენ და შეურაცხყოფები მომაყენეს, მაგრამ მე მათთვის ახლა გინებით ნამდვილად არ გავცემ პასუხს. ვაი მაგათ პასტრონს კონკავშირელები, ახლა ალტიფოელები, ეს არის ქართული ოცნების კონკავშირული ფრთა ახალგაზრდები, ხო? პუჩისტების შვილები და მაგას ახლა ყველას არ დავწამებ, მაგრამ მახარაძეს მამა რო მამალი პუჩისტი იყო და ავტომატი ეკავა და ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იბრძოდა, ეს ყველა ვიცი. ხო და ეხლა მარტინენკო და მახარაძე როზის ეთერში და მე დავით ჭაბუკაშვილს გავნიუქს მიწოდებს და მარტინენკო მეუბნება რომ ეს ჩათლახიო, ხო? აი ზუსტად აი ამ სიტყვებით. შენ ბიჭო ხო არავინ არ ვინმეში ხო არ გეშლები შენ? ვინ ახარ საერთოდ რა მარტინენკო რა? ჭაბუკაშვილი საქართველოში მე შენ ვიღაც მარტინენკო საქართველოს სიყვარულს მასწავლი? ვინ ახარ, საიდან წამოხვედი, კონკავშირელი ხარ, ვიღაცის ფულზე და იცხრა, რა ქვია, ისა გაქვს, რა ქვია, საბანკო ანგარიში დადებული და ერთხელ არ გამოგიქვეყნებიათ, რას რა მოახმარეთ.
თქვენ წუწკებო თქვენ ქართულ ხალხს რო ფულს ძალავთ თქვენ ნაძილლებო თქვენ ახართ აი კონკავშირელები რო იყვნენ საბჭოთა კავშირის დრო ზუსტად ეგენი ხართ და ერთი სული გაქვთ როგორმე შეძორეთ იმაში პარლამენტში ვერ შეძორეთ მაგრამ ეხლა საკრებულოში ხო საკრებულოში რო შეძორება მარტინენკო ეგ გადაარჩენს საქართველოს აი თქვენ უბედურებთ თქვენი დრო დასრულებული თქვენ მამატარებელმა დიდი ხანია ჩაიარა და იმ ფაიკას კიდევ ხო ფაიკა აი ქუდი ისევ მახური შენ მომხარ შენ აბიჭვა რო ვიღაცა ხარ როგორ მაკადრებ მაგ სიტყვებს ვინ ხარ საერთოდ ფაიკა რა არის ისი მუსულმანურად ლამაზი ქალის სახელს ნიშნავს და ქალი ხარ ბიჭო ქალის სახელი ქვია ვინ ახარ ვინ ფაიკა ხარ საიდან გამოძვერი საერთოდ როდის გამოყვედი არც ეს ხალხი ვინ არიან ხალხო კაცმა რომელმა თელი ცხოვრება ზვიათთან მერავთან და ამათან ვიბრძოლე ესენი ვინ არიან რომ მე ესეთ შეურაცხყოფები მაყენოს ვიღაც მარტინენკოებმა და ფაიკებმა ვინ არიან საერთოდ ეს ხალხი არაფერია მე მაგათ თავს არ გაუცვლი უბრალოდ ჩემი პირველი შეცდომა ერთი ის იყო რომ მაგათ თავი გაუყადრე რა ფეხის ჩხილზე რო დაიშვა რაღაცა ტილს რაღაც წყილს და რაღაც ოცნება ეგ არის გეუბედურებო თქვენ რაც მე ვიბრძოლია და სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის და რამდენი გამიკეთებია და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ამხელა მონაწილეობა მაქვს მიღებული თქვენ რა გეტყვით საერთოდ ჩემზე და აი თქვენ რო არსებობთ იმიტოა ქვეყანა ამ დღეში ისევ რომ მიძვრებით იქ რაღაცი მაიმუნ 35 წელია ისევ იმ არჩევნებში რომ მიძვრებით იქ ხოდე დაგიტირა წინა არჩევნებში ჯორჯელ ხო გაგაუქრათ ეხლა რომ ნომერი მოგცეს როგორ მოგცეს რა დაალაგეთ ამისთან დაუკოცნეთ ტუჩები და ეხლა რა შექმნიდან 4 ადგილს იქ შეაძვრენენ ვიღაცებს ხო და ამით საქართველოს გადარჩება თქვენ უნამუსოება არ შეგეშვებით და ფეხები არავის არ მოსჭამოთ სანამ დავით ჭაბუკაშვილი იქნება აქ ვერც ერთი კონკავშირელი ვერც ერთი პუჩისტი ვერც ერთი აი ეგ ძველი მე იმას ვიძახი თორე მე იმაზე არ მაქვს ლაპარაკი ვიღაცას რო გონი აუ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების წინამდე არა ვარ ზვიად გამსახურდიას პირველი თავარი ნაბიჯები იყო ყველაზე მეტად მაგ კაცმა დაალაგა და მაგ კაცის თავრობა იყო რომ რუსეთის პრეზიდენტი ჩამოიყვანა საქართველოში რომელმა პრეზიდენტმა ჩამოიყვანა საქართველოში რუსეთის პრეზიდენტი ერთი გეკითხებით აბა რომელმა ჩვენ ყველაფერი გათვლილი გვაქვს უნიკალურად და სწორად რო სახელმწიფო დაალაგდეს მაგრამ არა თქვენაი ჯაშუშურად აქ კონკავშირელები ჩუმად რო დაძვრებით რა სტატუსით დარბოდით ეხლა დაგილაგოთ ფოტოები იქ დუმაში რო დარბოდით მოსკოვში რო არაფერი არ ახართ რატო დარბიხართ პარლამენტის წევრი რო იყო ფრაქცია რო იყო მოლაპარაკებებს ჩადიოდე ეს ოფიციალურია მაგრამ როცა არავინ არ ახარ და იქ ჩარბიხარ დარბიხარ და მონაზიმეებს აკეთებ ხო შენ ახარ უკვე ჯაშუში მეტი არაფერი არ ახარ და ეს სახელმწიფო უნდა ვინ სახელმწიფო რომელი ქართული ოცნება რომელმა თქვენ დაგაფინანსად და იქ რაღაცა კიდე რო აყალბებს ეს მახარაძე ეს ვაუ თურმე $1,000,000 $1,000,000 არ მითქვია მე $1,000,000 გითხარით დიახ $1,000,000 გაფინანსებდათ ბიძინა ივანიშვილი $1,000,000 და ახლა უიო აქაო ციმციმებსო და ის არა გვაქვს კაცო აგერო ნოუთბუქი ვერ გვიყიდიაო გესმით ხალხო რა დონეზე გაბოლებენ ჩემი მეზობელი 82 წლის კაცი 450 ლარს პენსიას რო იღებს 200 ლარს მაგათ ურიცხავს თქვენ წარმოგიდგენიათ იქ რაები ხდება 100 შორენა შანიძე მოწერა და მითხრა ეს კოვიდზე რო იბრძოდა ძალიან კარგად მაგარი მებრძოლი გოგოა მაშინ 5 ივლისის ბიჭები რო დაიჭირესო აი მაშინო 100,000 ცხელგულზე აკლიფესო ფულიო რო ბიჭების გადასარჩენოთო ის ფული ბიჭებს მოხმარდა საწაიგეთ ის ფული ერთი აბა გამოარ თვეების განმავლობაში რო ანტიმაიდნის წინააღმდეგ კრეფავდით კიდევ ერთხელ გეუბნებით თქვენ თაღლითებო საწაიგეთ ის ფული
ამონაწერები დაგვიდეთ ერთი რამდენი შემოვიდა და რას მოახმარეთ მე არ გედავებით ხალხს აჩვენეთ რამდენი შემოვიდა და რას მოახმარეთ რატო დარბიან ეს აკაცუკები იქ რომლის წინააღმდეგით მეც ვარ ხო რატო არიან რატო დარბიან თქვენ ხო აკრიფეთ ის ფულო მაგათ წინააღმდეგ უნდა გამოსულიყავით მაგრამ ნახეთ მეგობრებო თელი საქართველო იძახს მე არ ვიცი ნამდვილად არ ვიცი და ვერ დავწამებ ცილს მაგრამ თელი ხალხი ლაპარაკობს ძალიან ბევრმა დამირეკა არ ვიცი ვინ არის ეგ მახარაძე ყველა იძახს რომ გვარ გადაკეთებული სომეხია ეროვნება შეცვლიო ეს დანარჩენი მარტინენკოები არიან და ერთი ქადავაღა დარჩენილი 4 და 3-ია არა ქართველი აქამდე სომხური კლანი ხნავდა საქართველოს მერე ებრაული კლანი და ეხლა კიდევ დანარჩენები აი ისევ ესეთები ემზადებიან ვერ მოესწრებით სანამ ჩემნაირი ქართველი იქნება საქართველოში თქვენ არ გიწერიათ გახარება იგიცოდეთ და ფაიკა გამოდი აბა ერთი ქუდი მომყადე ერთი შენ აძირალა შენ ერთი მაგარი ვაშკაცი რო ვარო და ხერხემალზე რამე არ დაგემართო თხილად იყავი კარგად არ ეცნობ ჩამოგარდეს სამუდამო ხეიბარად არ დარჩე რა ვისე მუქრები რო ემუქრები ერთი გამოდი აბა და შემხვდი ერთი ნებისმიერ დროს შეხვდები სადაც გინდა ერთი ფაიკა ხარ თუ ლამაზი მუსულმანი ხალი ხარ რა მუსულმანი ხალის სახელად იწოდება ფაიკა რო იწოდე და ჯერ ეგეც ვერ გაგირკვევია სხვის განათლებაზე რო საუბრობ საკუთარ სახელს დასირქმებ გინდა ეგრ ქმევია და გინდა ბოდიში და ევროპელი პედერასტი ყოფილხარ ამ მნიშვნელობა აქვს ფაიკა ხარ მუსულმანი ხალის სახელია ეგ ლამაზი ხალის სახელი კაი ხალი ხარ კარგად იყავით აბა აი ამ ქუდით ფაიკა გემშვიდობებით შევხვდი აბა ერთი თუ ვაშკაცი ხარ და მე დაინახავ ერთი რა ვინ არის დავით ჭაბუკაშვილი